დღემშვიდობის მეგობრებო. დღეს სიკეთის, სიმართლისა და სინათლის ყველა ღვთისმოშიშ და მართლმადიდებელ ქართველს, ვისაც ქართულად გული უძგერს. კარგად მოგეხსენება ჩვენი ყველას დიდი სატკივარი, საფიქრალი, სანერვიულო მდგომარეობა, რაც არის ამ ბოლო პერიოდში. ყველა მაგაზე ვფიქრობთ და ვნერვიულობთ, რომ რა ელოდება და რა გველოდება ჩვენს ქვეყანას ამდენი მოღალატე, გამყიდე ტურების ხელში და ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვათ და აი ამ აზრთა ორომტრიალში, ფიქრში, სატკივარში და სანერვიულოში გამოჩნდება ხოლმე ადამიანები, ვინც თავისთავად ლოგიკურია თავის აზრს აფიქსირებს, მაგრამ ზოგი ისეთ სიტყვის, რომ შენი რო არ უთხრა და რო არ გააჟღერო არ შეიძლება. გამოჩნდნენ ისეთები სასულიეროების პირდაპირ გეტყვით და ერის ხალხიც რო ამბობენ, რომ რა გინდათ გაჩუმდით, რატომ მოუწოდებთ ხალხს, ჩვენ როგორც გვინდა ისე ვიქნებით, არაფერი არ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ღვთისმადლით იქნება, საქართველო მაინც გაბწყინდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთლის საქმე მარტო ლოცვაა და ჩვენი მოქმედება გულში მჯიხისცემაა და მეტი არაფერი. პირველ რიგში საწყენია, მოდი ასე ვთქვათ, ერისკაცი იქნება თუ სასულიერო, ამას რო იტყვის. ჩვენ პიროვნულად არავის არ მიმართავთ და საერთოდ არავის არ მოუწოდებ პირადად მე პიროვნულად არავის მიმართ არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რაღაცა ესე მოუწოდო, თუ ვინმეს მოუწოდებ და მომიწოდებია მხოლოდ და მხოლოდ ძმური სიყვარულით და ამაზე შენდობა მithოვია და მithქვამს, რომ ძმებო, მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ სამშობლო განსაცდელშია და ძიმე განსაცდელი გველოდება კიდევ წინ, თუ ეს არაბული ქალაქები აშენდება და კაი არაფერი მოყვება მაგას და თქვენს იქნებ ერთად დავდგეთ და რაღაც ერთად ვიმოქმედოთ. მაგრამ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ არასწორად მოქმედებთ და გულში მჯიხს ვიცემთ და ჩვენი საქმე მარტო ლოცვაა, მე გეტყვით, რომ თქვენ ცდებით და სასულიერო პირის საქმე მარტო ლოცვა არ არის. სასულიერო პირის საქმე მხილებაც არის და ვინც მარტო ლოცულობს, ის ცდება, იმიტომ რომ ღმერთი ამბობს, რომ ითხოვდეთ და მოგეცემათო და ისიც არის, რომ იქმოდეო, იშრომეო, იღვაწეო და მტერსაც პასუხი მოთხოვეო, მარტო პირად მტერზე რო არის იქ რომ მიუტევე და მოგეტევებაო, ეს ერთია, მაგრამ წმინდა მამების ნაფიქრს გეტყვით, როგორ უნდა მიუდგეთ მტერს. პირად მტერს აპატიე ყველაფერიო, სამშობლოს მტერს აბრძოდეო და ღვთის მტერიო კიდე გძულდესო. იმიტომ რომ ჩვენ სახარებიდან ვიცით მომენტები, როდესაც ქრისტე მოგცა მაგალითი მიტევებისაც, ლოცვისაც და პასუხის მოკითხვისაც, როდესაც მაგიდები აუტრიალა უღმერთოებისათვის, უსჯულოებისათვის, რაცაც ტაძარში შვრებოდნენ და ამხილებდა ფარისევლებს, ამხილებდა თავის უღმერთობისათვის და პირში ეუბნებოდა. ჩვენთვის, ჩემთვის და ყველა სასულიერო პირისთვის მაგალითები უნდა იყოს წმინდანები, სახარება. როგორ იქცეოდა წმინდა იოანე ოქროპირი? წმინდა იოანე ოქროპირი ამხილებდა უღმერთო ხელისუფალს. როგორ იქცეოდა წმინდა იოანე ნათლისმცემელი? კაცთაგან უდიდესი, ღმერთისა და ღვთისმშობლის შემდეგ. ამხილებდა იოანე ნათლისმცემელი და ამ ხილების გამო თავი მოჰკვეთეს. მარტო ლოცულობდაო, ვინც გეუბნებათ და მარტო ილოცეთო, ის არის ფარისეველი სირაკლემას პოზიციაში ჩაყოფილი, რომელიც თვითონაც არაკეთებს და სხვისი საქმეც შურს და როგორ გითხრათ, თავს იმართლებს. იმიტომ რომ ამას წმინდანები არ ამბობენ. და მე თუ ტყვი ვარ სახარება წაიკითხეთ და ნახეთ რა წერია იქ. იოანე ნათლისმცემელი ამხილებდა და ამ ხილებისთვის მოკვეთეს თავი. რას აკეთებდა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი? წმინდა აბიბოს ნეკრესელმა
კერპებზე ცეცხლი დაუსხათ და ამხილად ჩემო კარგებო თუ კი მარტო ლოცვა იყო რომელი ხართ იოანე ნათლისმცემელზე მაგარი წმინდა ნუ თუ თქვენი ლოცვა იოანე ნათლისმცემელზე მეტად შეისმინება ნუ თუ წმინდა ბიბოს ნეკრესელზე დიდი წმინდანები ხარ და მყეხართ რომ მარტო ლოცვით გინდათ მტერს გაუნკრავდეთ რომელმაც ამხილა და კერპი ჩაუქრო უთხრა რომ ღმერთი ერთია და არავის გაკერპება არ შეიძლება მით უმეტეს მატერიის გამეცით პასუხი ვინც ამას ამბობთ და ხალხს თვალს აყრით ნაცარს არც თქვენ მოქმედებთ და სხვათაც მოქმედებას არ აცლით გულის ტკივილით გეუბნებით და ძმური სიყვარულით იმიტომ რომ თქვენ ისრები აქეთ მომართეთ პირდაპირ გამხელთ და გეუბნებით ფარისევლობას აქ ადგილი ფარისევლობას ერის კაცი იქნება თუ სასულიერო ვინც ამას ამბობს ის ცდება და მე სახარების სიტყვებით გამხელთ ზუსტად იმიტომ რომ ამხელდა ქრისტე ამხელდა წმინდა იოანე ოქროპირი ამხელდა იოანე ნათლისმცემელი და ამხელდა წმინდა ბიბოს ნეკრესელი და სხვა მრავალი წმინდანი ამხელდნენ როცა სამხელი იყო და ამბობდნენ თავის სათქმელს და ჩვენი პირდაპირ ვალდებულება არის რომ თქვათ ჩვენი სათქმელი და გადახედეთ მარაბდის ომში ისტორიას გადახედეთ ეპისკოპოსები იდგნენ და მღვდელმთავრები და მღვდლები მე არავის არ მოუწოდებ მე რა უფლება მაქვს ვინმეს რაღაცა მოუწოდო და მიუთვითო მე თუ რაღაცა მithქვია და მithქვამს მხოლოდ და მხოლოდ ძმური სიყვარულით თხოვნით და შენდობით და იგივეს გეტყვით ახლა იგივეს მხოლოდ და მხოლოდ ძმური სიყვარულით და შენდობის თხოვნით ძმებო ყველა ერთად დავდგეთ არსებული საფრთხის წინაშე რომელსაც არაბიზაცია ქვია ირანიზაცია თუ ინდოიზაცია ქართული მიც არავისზე არ უნდა იყიდებოდეს არც არაბზე არც ინდოელზე არც რუსზე არც ამერიკელზე და საერთოდ არავისზე და ამას ამბობს ჩვენი პატრიარქიც და ჩვენ თუ ხმა არა ვიმაღლეთ ყველამ ერმა და ბერმა მტერი გაიმარჯვებს და ხვალე და ზეგე ჩვენ აღარ მოგვიწევს მაგის გარჩევა უკვე ვინ ნაცია ვინ ქოცია ვინ კონსერვატორია ვინ არის იმიტომ რომ ქართველები ვიქნებით ძალიან ცოტანი და ძალიან მძიმე დღე დაგვიდგება და ამისთვის დრო აღარ დაგვრჩება სამწუხარო მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაკურთხოთ მერთმა გაგაძლიეროთ მერთმა ძალა მოგცეთ ღონიერება სიყვარული მერთმა მიტევების თავი და უნარი მოგცეს რომ ერთმანეთს ვაპატიოთ და მტერს ერთად დავხვდეთ უბრალოდ კიდე ერთხელ გეუბნებით ვინც ამბობს რომ მარტო უნდა ვილოცოთ წარედ ცდება და არასწორ გზაზე დგა თავისასაც მალავს და სხვასაც თვალში ნაცარს აყრის ჩვენი საქმე ხმის ამოღებაც არის და ზუსტად მხილება და სიმართლის თქმა არის უღმერთო ხელისუფლებისა რომელსაც ქვეყანა სასწორზე აქვს დადებული და ჭრის და ხიდის როგორც მაწერვიდან გამოღებულ ლორს და ვინ თუ არა სასულიერო პირმა ზუსტად უნდა ამხილოს და უთხრას და თუ ვინმეს ეს ეჭვეპარება საეროა თუ სასულიერო აი რაც თქვი გადახედოს ბიბლიას გადახედოს წმინდანთა ცხოვრებას და მაშინ იქიდან მომიყვანოს არგუმენტირებულად რომ ეს ასე არ არისო იმიტომ რომ როგორც გითხარით ამხელდა უღმერთოებას და ცოდვას წმინდა იოანე ნათლისმცემელი ამხელდა წმინდა იოანე ოქროპირი ამხელდა წმინდა ბიბოს ნეკრესელი ამხელდა თვითონ ყველა დიდი წმინდანი და ჩვენ მე ჩვეულებრივი ცოდვილი რიგითი სასულიერო პირი და რიგითი ქართველი ვარ და ვალდებული ვარ რომ მათ მივბაძო და მათ გვარად მოიქცე ერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაკურთხოთ და ყველას ისევ და ისევ მოუწოდებ ძმური სიყვარულით ყველა დავდგეცმებო ხმა აღვიმაღლოთ და მოთხოვთ არსებულ უღმერთო ხელისუფლებას რომ ქვეყნის გაყიდვას თავიანებოს და პატრიარქის სიტყვებს დაემორჩილოს ნუ გაყიდით ქართული მიწა არ იყიდება არავისაა უფლება რომ ქართული მიწა გაყიდოს არც მეფეს არც პატრიარქს არც მღვდელს და არც არავის საერთოდ აი ეს არის სიმართლე და ვინც ამბობს რომ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ის ძალიან ცდება და ცდომილებაში და ღმერთმა ამ ცდომილებიდან გამოიყვანოს ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაკურთხოთ ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ღმერთმა ძალა მოგცეს პატიებისაც ჩახუტებისაც მიტევებისაც და ერთად დგომისაც გაერთიანებისა ღმერთმა ინებოს რომ ყველა გავერთიანდეთ ერიცა და ბერიც და ღმერთმა ინებოს რომ ყველა
მიუხედავად პოლიტიკური აზროვნებისა თუ გემოვნებისა ერთად დავდგეთ ჩემო ქართველებო საერთო მტრის შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ და ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ ლოცვითა და მოქმედებითაც ერთ-ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ და ეუბნებიან რომ მამაო მონასტერში რომელი უპირატესია ლოცვა თუ საქმეო აქ მონასტერზეა ლაპარაკი და ლოცვა საქმესთან ერთად უთხრა და გაიყვანა მდინარეში ნავში ჩასვა და უთხრა გადი ახლა და ერთი ნიჩაბი ატრიალა ამ ადამიანმა ატრიალა უსვა ეს ნიჩაბი და ნავმა დაიწყო წრეზე ტრიალი უთხრა ეხლა მეორე ატრიალა იმ შემთხვევაში მეორე მხარეს ეხლა ორივე ნიჩაბი მოусვია ორივე ნიჩაბი მოусვა და ნავი წინ წავიდა და ეხლა დახედეო რა წერია მაგ ნიჩბებზეო დახედა და ეწერა ერთ ლოცვა და მეორე საქმე და აი ჩვენ შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს ლოცვა და საქმე უნდა იყოს ჩემო მეგობრებო ლოცვა საქმე სიტყვასთან შეერთებული და მხოლოდ მაგ შემთხვევაში წავალთ წინ ის რომ მარტო ლოცვა არასწორია ის რომ მარტო საქმე ეგეც არასწორია ორივე ერთად ლოცვა სიტყვა და საქმე თუ სამხელია უნდა ვამხილოთ თუ საკეთებელია უნდა ვაკეთოთ საშენებელი უნდა ვაშენოთ სადაც სალოცია უნდა ვილოცოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში წავალთ წინ და კიდე ერთ მაგალითს მოვიყვან ერთ მონასტერში მივიდა ერთი მორჩილი თუ ბერი და ეუბნება რომ რა გინდათ ამდენიო საქმეო რა საკეთებთო რატომ მუშაობთო და წინამძღვარმა უთხრა რომ ამას სახში საღამოსო საჭმელი არ აჭამოთო რატო იმიტომ რომ ეს სულიერი კაცი ყოფილაო თუ საქმე არ უნდაო და გავიდა ერთი დღე ორი დღე მოშივდა ამან და დაიწყო საქმის კეთება მიხვდა რომ არაჭმევდნენ ისინი პურს გესმით რა ხდება იმიტომ რომ ხორჩი მყოფს ადამიანს ლოცვაც უნდა საქმეც უნდა მხილებაც უნდა სიტყვაც უნდა ყველაფერი უნდა გამოღვიძება უნდა შეძახება უნდა რატო ამხელდა როსტომ ხანს დემთავარი ეპისკოპოსი გამეცით პასუხი ნუ თუ მასზე დიდი ხარ რომელიც სახელი აღარ მახსოვს ეხლა შენდობას ვითხოვ და ვინც იცით დაწერეთ აგი როსტომ ხანს რომ ამხელდა და ბოლოს ტყარში რო გადააგდეს გამეცით პასუხი თუ მარტო ლოცვა იყო საჭირო ხო არა ხართ მართლები ჩემო ძმებო ვინც ასე ფიქრობ ძმური სიყვარულით გეუბნებით არასწორია ეს ყველაფერი ხმა უნდა აღვიმაღლო დიახ თქვენც და ყველამ ერთად ერთმანეთს ჩავეხუტოთ ერთმანეთს შენდობა მიცეთ და ერთიან ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ და კიდე ერთი საქართველო მაინც გაბწყინდება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არისო და არ მოქმედებენ კაცო არც ლოცულობენ არც მარხულობენ გესმით რა ხდება აი ეს არის კიდე ერთი დიდი ერესი და დიდი სექტანტობა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის საქართველო და რო არ იყოს ჩვენ არც გადავრჩებოდით საერთოდ აქამდე ვერ მოვიდოთ იმიტომ რომ მართლა გვიფარავს დედა ღვთისმშობელი მე მაგისი მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ დიდება დედა ღვთისმშობელს მაგისთვის და მადლობა მას მიუხედავად ჩვენი ცოდვილებისა და უღირსებისა მაგრამ თუ ჩვენ ცოდვის ჭაობში ვართ თუ ჩვენ ცოდვებს ში ვეფლობით თუ ჩვენ აბორტების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ სამშობლოს მიწის გაყიდვით პირველ ადგილზე ვიქნებით ღვთისმშობლის წილხვედრობა გარანტიას გაძლევთ რომ არ გვიშველის ეს ჩემი სიტყვები არ არის გადახედეთ კაცო აგერ პატრიარქს სულ რომ იმოწმებთ ხოლმე და მის სადღეგრძელოებზე ფეხზე დგებით და ხანწებით კისერზე იმტრევთ მის სადღეგრძელოს პატრიარქს რატო არ უსმენთ რომელმაც თქვა რომ არ გაყიდოთ ქართული მიწა და ქვეყნის გამყიდე ხელისუფალს რატო დაუდექით მეუფეშიოს რატო არ უსმენთ რომელმაც თქვა რომ აბორტების რაოდენობით ჩვენ ვასწრებთ ბევრ ქვეყანას და თუ ესე გაგრძელდა ჩვენ არაფერი აღარ გვიშველისო მარტო სიტყვა რომ მე შენ მიყვარხარ და მე მართლმადიდებელი ვარ არაფერს არ ნიშნავს და ღვთისმშობლის წილხვედრობა არაფერს არ გიშველით მე პირდაპირ გეუბნებით და არაფერს არ გვიშველის არავის ამაში დარწმუნებულები იყავით თუ არ იმოქმედეთ დღეს მრავალი მუცელფხანია ქართველი გამოვა ვინც არ გინდა იყოს და იტყვის ჩვენ მაინც გავწყინდებით კაცო საქართველოთი უნდა ვიქადაგოთ საქართველომ უნდა იქადაგოს თურმე და მოაქციოს მთელი ევროპა და აზია ვინ უნდა იქადაგოს გადადით თურქეთში გამეძავებული ქალები ნარკოტიკში ჩამხჩვალი კაცები წამალში და თამაშში ჩამხჩვალი ახალგაზრდობა და ჩვენაც დაცემულნი არცა მლოცველნი არცა ქადაგებელნი და არცა სიტყვის სამთქმელნი ჩემი თამადობით მე ცოდული და უღირსი შემინდეთ და მაპატიეთ თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებ მაგრამ გული მტკივა
და ჩემს ატკივარს ვამბობ და ვიძახი. ასე რომ არცა მუცლის ფხანითა მარტო, არცა მარტო ქადვნითა და არცა შრომითა და არცა მარტო ლოცვითა არ მოგვეცემა არაფერი. სადაც სალოცია უნდა ვილოცოთ, სადაც საშრომია უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, სადაც საკადეგებელია იქ უნდა ვიქადაგოთ და აუცილებლად უფალი შეგვეწევა, აუცილებლად უფალი გაგვამარჯვებინებს და სამშვიდობოს გამოვა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღირსეულო, არ გაყიდულო, არ შეშინებულო, არ დაშინებულო ქართველებო.